ძალიან მძიმეა ომის შედეგები ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის და ჩვენი მეგობარი ხალხისთვის უამრავი ადამიანია დაღუპული ამ ომის შედეგად 10 მილიონამდე ადამიანი უკრაინელი იქცა დევნილად ან ლტოლვილად 20% უკრაინის ტერიტორიების არის დღეს ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ განადგურებულია ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, ცალკე უნდა აღინიშნოს საგარეო ვალი უკრაინის აღწევს თითქმის ეკონომიკის 100%, 96%-ია წლევანდელი მაჩვენებელი და წელს უკვე გადასდება წლის ბოლოსთვის 100%-ს ეს მაჩვენებელი. ჩვენ რა თქმა უნდა პირველ რიგში ვუსურვებთ ჩვენს მეგობარ ქვეყანას, მეგობარ ხალხს მშვიდობას, პრინციპულად მნიშვნელოვანია წარმატებით დასრულდეს, რაც შეიძლება სწრაფად ის პროცესი, რომელიც არის დაწყებული და რომელიც უკავშირდება უკრაინაში მშვიდობის დამყარებას. კიდევ ერთხელ მინდა გამოთქვა იმედი, რომ რაც შეიძლება მალე დამყარდება მშვიდობა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში. რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ არის თითოეულობა რამდენიმე რეგიონში და არის საჭირო ყველა უწყების სრული მობილიზება იმისათვის, რომ ებრძოლოთ სტიქიის შედეგებს და ვიზრუნოთ მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალურად დაცვაზე. დღესაც არის მაქსიმალური მობილიზება, თუმცა მომდევნო დღეების განმავლობაში ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ მოსახლეობაზე ამ თითოეულობიდან გამომდინარე. Შემდეგ საკითხი, რაც მინდა შევეხო, ეს არის სამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელიც ძალიან დიდი წარმატებით ჩატარდა ჩვენს ქვეყანაში. ძალიან მაღალი შეფასება მოვისმინე ჩვენ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლების, ევროპული კომიტეტის წარმომადგენლების მხრიდან, მათ ხელმძღვანელების მხრიდან. აღინიშნა, რომ თამასა აწია ჩვენმა ქვეყანამ ასეთი ტურნირის მასპინძლობის თვალსაზრისით და რა თქმა უნდა მადლობა უნდა გადავხადო ყველას, ვინც იყო ჩართული ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ორგანიზებაში. მადლობა სპორტის სამინისტროს, სპორტის მინისტრს პირადად ბატონ შავლას, მადლობა ოლიმპიურ კომიტეტს, ბატონ ლერის მინდა მადლობა გადავხადო ბატონ მამუკა ხაბერალს, რომელიც საორგანიზაციო ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ჩვენთვის ნამდვილად საამაყოა ასეთი ტურნირის მასპინძლობა ჩვენს ქვეყანაში და მოხარული ვართ, რომ უმაღლესი შეფასება მიიღო ჩვენი მხრიდან მასპინძლობამ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. რა თქმა უნდა, მომავალშიც გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოვიზიდოთ ასეთი შეჯიბრებები ჩვენს ქვეყანაში და ამ ტურნირებს უმასპინძლოთ უმაღლეს დონეზე. სპორტის თემას განვაგრძობ. გაგვახარეს ჩვენმა კალათბურთელებმა, რომლებმაც მე-6-ად უკვე ესეთ მოიპოვეს ევრობასკეტის საგზური, ევროპის ჩემპიონატის საგზური და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ამ წარმატების სათანადოდ დაფასება და ამასთან დაკავშირებით როგორც მოგეხსენებათ საქართველოს პრეზიდენტთან კონსულტაციების საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება ჩვენი კალათბურთელების და გუნდის წევრების თლიანად უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის თაობაზე, ღირსების ორდენზე იქნებიან წარდგენილი ჩვენი ეროვნული საკალათბურთო გუნდის წევრები, ფედერაციის ხელმძღვანელები და პირველ რიგში რა თქმა უნდა კალათბურთელები და გამოვარჩიეთ ორი კალათბურთელი, ჩვენი კაპიტანი ბატონი თორნიკე შენგელია, ასევე გიორგი შერმატინი, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული მიღწევები და ისინი იქნებიან წარდგენილი ბრწყინვალების ორდენზე. ყველა მათგანს მინდა მიულოცო ეს ჯილდო, მათი დაჯილდოება მოხდება ახლოს მომავალში. რაც შეეხება ეკონომიკას, დასაქმების კუთხით გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები. საქსადმა შეაჯამა გასული წლის მეოთხე კვარტალის მონაცემები და წინა წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 20,100 ადამიანით, მიაღწია 978,500 ამაჩვენებელმა. რაც შეეხება თვით დასაქმებულთა რიცხოვნობას, ის გაიზარდა 19,700 ადამიანით და მიაღწია 433,500. ამავე პერიოდში უმუშევრთა რაოდენობა შემცირდა 14,700-ით. მთლიანობაში გასული 3 წლის განმავლობაში ჰქონდა ძალიან კარგი ზრდა დასაქმების თვალსაზრისით. მთლიანობაში დასაქმებულთა რაოდენობა მიაღწია 1,412,500, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და მხოლოდ ბოლო 3 წელიწადის განმავლობაში დასაქმების მაჩვენებელი გაიზარდა 195,000-ით. შესაბამისად, ჩვენი ამბიციური მიზანი
რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში 200,000 ახალი სამუშაო ადგილი შექმნათ არის აბსოლუტურად რეალისტური და მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება სწორედ ეს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. საგარეო ვაჭრობის მიმართულებით გვაქვს ასევე ძალიან კარგი მაჩვენებელი 2025 წლის იანვრის მონაცემები გამოქვეყნა საქსტატმა და საგარეო ვაჭრობა გაზრდილია 39.3%-ით, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა ბუნებრივია ჩვენი ქვეყნისთვის. და რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, ჯერჯერობით არ არის იანვრის მონაცემები დაზუსტებული სახით გამოქვეყნებული, თუმცა წინასწარი შეფასებით შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური ზრდა იქნება ორ ნიშნასთან საკმაოდ ახლოს დაველოდოთ დაზუსტებულ მონაცემებს. ხედავდით, რომ გარკვეულ სუბიექტებს ჩვენს ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ ჰქონდათ ეკონომიკური კრიზისის ხელოვნურად შექმნის გამოწვევის გეგმა, თუმცა ეს გეგმა რეალურად ჩავარდა. როგორც უკვე აღინიშნა, ყველა მიმართულებით გვაქვს ძალიან კარგი მონაცემები, როგორც დასაქმების ნაწილში, ასევე სავაჭრო ურთიერთობების ნაწილში, ასევე ეკონომიკური ზრდის ნაწილში და ქვეყანა განაგრძობს, რა თქმა უნდა, შეუფერხებლად განვითარებას. ჩვენი ამოცანა არის, რომ დაახლოებით ზრდის იგივე მაჩვენებელზე გავიდეთ, რაც ჰქონდა 2024 წელს, შარშან ზრდამ შეადგინა როგორც მოგეხსენებათ 9.5%, სავსებით რეალურია ასეთი მაჩვენებლის გამეორება მიმდინარე წელსაც. ჩვენი ოპონენტები, პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ საპირისპირო მიმართულებით ქვეყნის განვითარების წარმართვას, თუმცა მათ გეგმებს, რა თქმა უნდა, განხორციელება არ უწერია, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი არის თავიდან ბოლომდე, ასე ვთქვათ, რთულ მდგომარეობაში, რბილად რომ აღვნიშნოთ, პირველად გასული 20 წლის განმავლობაში კოლექტიური საქართველოს პარლამენტში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ შეუფერხებლად განვითარდეს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სისტემა. ჩვენ ეს დაპირება მივეცით ქართულ საზოგადოებას, ეს დაპირება შესრულდა დიდწილად და განვაგრძობთ, რა თქმა უნდა, ამ დაპირების შესრულებას რადიკალიზმის გარეშე ჩვენი დემოკრატიული სისტემა ბევრად უფრო სწრაფად განვითარდება და ბევრად ნაკლები შეფერხება იქნება, რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში ჩვენს ეკონომიკურ წინსვლასაც და ზოგადად განვითარებას ყველა მიმართულებით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, გადავიდეთ სამუშაო რეჟიმზე.